გამარჯობა, სასწვენს გაჩუქებთ. სალამი, სალამი, როგორ ხარ? ამის გარეშე ეს არის აპაჩერის და იმასთან ერთად შენი ნაჩუქარი სასტვენი. მეგობარმა შემომთავაზა ვიღაცის მიერ ნაჩუქარი სასტვენი, რომელიც რიგდებოდა აქციაზე. და მე რაღაცა მეწყინასავით, იმიტომ რომ მე თვითონ 3D პრინტერები მაქვს და მე თვითონ შემიძლია დავამზადო რამდენიც მინდა. ასევე მეუღლემ შემომჩივლა რომ ამდენი ხანია დავდივართ და ერთი სასტვენი არ მაქვსო და გადავწყვიტე რომ ჩემით გამეკეთებინა და რადგან მაქსიმალისტი ვარ, ვეცადე რომ კარგი გამომსვლოდა. გამომივიდა კარგი და გადავწყვიტე მე სხვებისაც გამეზიარებინა. კი, ორმხრივია, პლუს გავაკეთე უკრაინა, საქართველო, პლუს ამერიკა, საქართველო, ზოგს რომელი უნდა, ზოგს რომელი. ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში აქ ვარ და ვცდილობ ვიდგე იქამდე სანამ რაღაცას ცვლილებას არ მოვახდენ. ამას სულად არებ, ხო? კი, ეს არის ეს გვეხმარება იმაში, რა ქვია, რეჟიმის დამხობაში. პირველად როცა წამოვიღე ეს სასტვენები, ხო, წამოვიღე ესე პირდაპირ შეკრული მქონდა და ისი აიხლარდა ოჯერ, რომ ვიღაცა დამეხმარა 9 საათი ხსნიდით. მე გადავწყვიტე დავემზადებინა კოლოფი, რომელშიც თავსდება 12 ცალი და ესეთი 2 ცალი დამაქვს ხოლმე და ყოველდღიურ რეჟიმში ვარიგებ. უკვე იმდენს უნდა, იმდენს რომ, რა ვიცი, ყოველდღე მეხმიანებია მთხოვენ დამზადებას და მეც რო დავდივარ მარშებში აქციაზე, აქ ყველა ჩვენიანები ვართ, ასე შინაურები, ასე თქვა და ყველა ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული და პლუს ჩემი სასტვენი თუ უკეთია, კიდე უფრო შინაურია ჩემთვის ადამიანი. 24 ცალი ყოველთვის მომაქვს ხოლმე სავსე. ეხა უკვე უკრაინაც მაქვს, ამერიკაც მაქვს, რომ თუ ვიღაცას მოუნდება უკრაინა, ესე პირდაპირ ავიღა. ეს არის ამერიკა მაგალითად, ეს არის სად არის უკრაინა. აი. ასე კონკრეტულად თხოვენ ხოლმე. კი, ზოგს უკრაინა უნდა. ეხა მე თუ ხედავ აქციაზე უკრაინელს, ავიღებ და მივცემ უკრაინის. იმ დღეს ამერიკის მარში რო იყო, უცხო ინგლისურად მოსაუბრე ოჯახი ვნახე და მივედი გამოველაპარაკე და ახალგაზრდა გოგონა იყო სკოლის მოსწავლე, მეთქი ამერიკიდან ხარ თქო და არაო მე ნახევრად ამერიკელი ვარო, დედა ქართველი ყავს, მამა ამერიკელიო, მასაც ვაჩუქე. ასევე დავინახე ქალბატონი, რომელსაც 2 სასტვენი ეკეთა, ცისფერი და ყვითელი და უკრაინის დროშის ნიშნად და მაგ მომენტში არ მქონდა უკრაინა და მე ვეძებდი და ვიპოვე რომ მისთვის მეჩუქებინა. გამარჯობა, სასტვენს გაჩუქებთ. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მე რა კარგია. მე რო ჩირი გაჭამოთ. მადლობა. აი თქვენ ამას მოგწეთ ამერიკა, საქართველო. თქვენ გააქვთ უკვე ჩემი სასტვენი? არა, ეს არა მაქვს. ხო და გქონდეთ. დიდი მადლობა გაიხარეთ, გამრავლდით. ეს შევინახო, კარგად არ დამეკარგა. აბა ამან რო გვაჩუქა, ჩვენ სხვა უნდა ვაჩ. აი ესე. აბა ჩამოვიდეთ ხელი და ეგ ნუშის არის. ნუში? არა. დაახლოებით 400-500 სასტვენი მაქვს დარიგებული და საერთოდ ბევრი მეუბნება რომ პროტესტის სიმბოლოდ იქცა ეს სასტვენები. მეტი სასტვენი მეტ ხმაურს უდრის და მეტი ხმაური კიდე ნიშნავს პროტესტის ყველაზე მშვიდობიან ფორმას.